როგორი მოქმედა ჩვენზე დოლარის დაჯილდოება? ეს თავრობა ძალიან ცუდად მოქმედებს ჩვენზე და არავინ ხმას აღარ მისცემთ მაგად. გაგვანადგურეს. ბანკის ვალი მაქვს. თვეში კი რაღაც ვიხდი $500. აქ ამის თუ შემქონდა 800 ლარია რა, საშუალოდ რაც ადრე იყო. ეხლა შემაქვს 1000 ლარი და კიდე როგორც ვარაუდობენ, ალბათ 1100-საც კარგად შევიტან. აი მოქმედა შენო ვალები მაქვს, ვალები $4000 ფული გამოტანილი რა იყო. თავი ჩამოიხჭუნდა. $65 გამოიტანა და 220 გახდა და დოლარზე მაქვს გამოტანილი და მე ახლა უნდა შევიდე კრედოში და ვთხოვოკე თუ თუ არა და რაც უნდა ისმითნან. თუ იხდიდი 220 ლარი, ახლა ვიხდი 240 ლარი. თუ უახლოეს ხანში არ გამყოლა ფერსაშველი, ალბათ უცკრულისკენ მივდივარ. თვითონ ინდმეწარმე ვარ, მე დამოკიდებული ვარ ამ ვაჭრობაზე. თუ ხალხში ფული არ იქნა, ძალაუნებად ჩემზე ძალიან ცუდად მოქმედეს. მიჭირს ამ სესხის გადახდა. ალბათ 80%-ს ბანკიდან სესხი აქვს აგებული ზოგს ლარში, ზოგს დოლარში და ჯერ გინდაც არაწეული იყო ის გადახდაც უჭირდათ. ამ თავის პროცენტისა და ეხლა კიდე გაზრდილზე ამ ხალხს რა ეშველება ცოტა სავალალოა ეს ყველაფერი. სოციალურ აფეთქებამდე შეიძლება მივიდეს ეს ამბავი. ბრალია იმისი, ვინც სათავეში შედან და ქვეყანას ვერ უძღვებიან ნორმალურად. ან დატოვონ, ან მიხედავ ქვეყანას. ხალხი ამას ვერ გაუძლებს და რავის დიდი მოხდება ალბათ, რავის უბედურება. მე დოლარს შეიძლება ვნახო კიდე და ვერც ვიცნობ. მაგრამ ვისაც დოლარები აქვს და დოლარები ისაც ლარი აქვს და შეწყდა უნდა თუ ვალი აქვს გადასახდები, ძალიან ცუდია ეს ამბავი. მთავრობის ბრალი ეს უყველაფერი. გაუხედულებულ ცხოვრებას ვეწევი. იზრდება, სესხი იზრდება, ხალხსა ბანკები და ვალი აქვს აღებული, ისაც ვერ გადაუხდია, რომ ამისთანა დაძვრებული კურსით რომ მიდის. პროდუქტი ყველაფერი დაძვირდა თუ კი რამე არის. წამლებმა 13%-ით მაიმატა. სულ ყველაფერმა მაიმატა. ყველა დასახლების წამალში 3 ლარი და 4 ზედმეტი მომიწია ეხლა. წამალი რაშიც ლარდა 70 ვიხდიდი. ახლა 2 და 50 ვიხდი. ყველაფერი დაძვირდა, სურსათის წამალიც, საერთოდ ყველა. რაღაცა უნდა მოიფიქროს სამთავრობამ, რაღაცა უნდა შეცვალონ. დოლარი რო აიწია, ფასემაც აიწიეს და დაძვირდა ყველაფერი. ისაც გაჭირვებაა და უბედურად ცხოვრობს და ახლა მაგარი მოქმედოს არ ვიცი მე. ვერ მოყვება კარგი ამბავი მაგას. ყველაფერი დაძვირდა მაღაზიაში. პენსია რა გვაქვს, ჯერაც ერთი